როგორც ტელევიზიონ შიკმა მინდა ყველაზე დებილური კითხვა დაგისვათ ტელევიზიის ისტორიაში. კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით? 31 დეკემბრის კითხვა. აიც მოვყვეთ რა, ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა ისტორია, რომელიც ყოფილა სულელური, მაგრამ დასამახსოვრებელი. სულელური ისტორიები ბევრი მაქვს. მეც ავტორიც ყოფილვარ სულელური ისტორიების. ხო, ერთხელ ახალი წელი დგება, 12 წუთებია, სახში ბრუნდები, სადარბაზოდანაა შესასვლელი და ეზოდანაც და ეზოდან შევდივარ აჩქარებული ნაბიჯი და იქ მეზობელი ცხოვრობს, რაფავების არაჩვეულებრივი ოჯახია. სანამ გავუარე ამ სადარბაზოში დავინახე პარკი, რომელშიც დევს 5. ვიფიქრე, დარჩა თქო, ან დათობიძიას, ან დალიდეიდას დარჩა რაღაცა, შექონდათ სახში და ავიღე და შეუტანე და დავაკაკუნე ჯერ და დალიდეიდამ გავაღო. დალიდეიდა ან თქვენ ან დათობიძიას დარჩა თქო, როგორ ჩანს და ან ლიკას ან ნათიას ხო რა შვილები ორივე და ჩემზე უფროსები 4-5 წლით. იქ ჩამოჯექი ვილაპარაკ და შემდეგ მალევე აღმოვაჩინე რომ თუნდაც ახალ წლამდე რამდენიმე წუთით ადრე სრულწმენა ყოფილა ასეთი რომ არც ლიკა იყო გათხოვილი და არც ნათია. და ჩაიფიქრა ოჯახმა რომ ლიკა და ნათია ან ერთ-ერთი მაინც წელს უნდა გათხოვდეს და ძველი ფეხსაცმელები ან ერთ ფეხსაცმელი უნდა გამოიტანო გარეთ. ხო და გამოიტანეს გარეთ. ხო და მთელი მოკლედ ეს ვნებით ეს ფეხსაცმელები უკან შეუტანე. შედეგად დღემდე ვათხოვებ ლიკასაც და ნათიასაც. გლოვოზე ხომ მუშაობდი, დილივერის ვაკეთებდი და ხალხს ველაპარაკებდი რა. შემოსავლის პონჩი არა, პროსტა ისე რა. გამდეჯერმა გაკეთებული რა. ხო და ამ გლოვოზე ხო პირველი გახსნა რომ რაღაც საჭმელის დილივერია რა, კერძები და გაქაკეთიკით. ხო და რაღაც მომენტში ერთხელ ვერაზე არა. ვერაზე რაღაცა მოშეკვეთა მოვიდა და დავაჭირე მეთქი ოკეი თქო რა. და შეკვეთა გაიჩნდა, ანუ აფთიაქიდანაც ხო ჩიტავს ეს დილივერი, ვაფშე არ მახსოვდა. და გაიჩნდა შარდის კონტეინერის დილივერი. ვიმაქ რა ავედი და ჩემი მომყვებია კამერებით გავყარებდი რა სიღე და გადაღება უნდა და ვინ გამომართვევდა რა. ხო და იდეში დავაკაკუნე ვიღაც ბიჭმა გააღო და მიყურებს და მეც უყურე არა მივეცი მეთქი ახლა მეთქი ესე. ისე მართლა რა რეაქცია გქონდათ რომ ამ გწნობდნენ და კი რა ყველა გწნობს. ძირითადად უხარიათ რაღაცა ეხ შარდის კონტეინერზე არ გაუხარდა იმიტომ უხერხულობა იგზნოდა რაღაცა ეხ ჯაფარამ შარდის კონტეინერი მოუტანა სხვა ამბავი მაგრამ დანარჩენი როგორც წესი უხარიათ და თან ახალი წლის დროს თუ აკეთებდა რაღაცა აი არა თან ხო ატყობენ რომ არ მედიხარ სახში და სუფრაზე დაჯექიდა და ოი ხა ორი ჭიქა დაგვილი ამბავი არის ხო მე მაინტერესებს შენი დედამთილი. მართლა. ყველა სახელდაგვარით კი არა და კონკრეტულად გავიცნო. ურთიერთობა ჩემი აზრით საერთოდ ეს მითი ძალი დედამთილის შესახებ არის ყველი რატო? იმიტომ რომ ყველაზე დიდი მოკავშირეებიან არიან ძალი და დედამთილი. თუმცა ეხლა იმიტომ რომ არ არის ქართული ტრადიცია. მითი არის ქართველებისთვის მითი არის სიძესიდედრი. თორე რუსული საბჭოთა ამბავია. მაგრამ ძალდედამთილიანი ხა ქართული ლიტერატურის თუ რამე დაავადება არ არის რაღაცნაირი გადახრა რა. გიყვართ ერთი ადამიანი სხვადასხვანაირი, მაგრამ ძლიერი სიყვარულით. ჩემი დედამთილისთვის დიდი აღმოჩენა იყო, რომ მე მიყვარს საჭმლის კეთება. ეგ ჩემთვისაც დიდი აღმოჩენაა დედას ვიცავ. მითხარი რა საჭმელს აკეთებ კარგად. მიყვარს ჩემთვის არის აი ხახს რო ჭრი მაგალითად. აი იმ მომენტში იმისთვის რომ ის ხახვი იყოს იმ სიწვრილის რომელიც მე მინდა მთელი სამყარო მავიწყდება. ამიტომ ვისვენებ ყველაზე მაგრა. იცი რომ ვერავინ ვერ იფიქრებს შენზე სამყაროში რომ შენ კარგი ქუქი ხარ. აუ საჭმლის კეთების დროს ისვენებ. ძალიან. ანუ ყველაფერი თიშავ. შენით ისვენებ. საჭმლის კეთების დროს აუცილებლად მე ძალიან მიყვარს და ჩემწოლი ძალიან მაგარი მზარეულია, მაგრამ მაინც. ვინა სოფო? სოფო ფანტასტიკური მზარეულია. მართალია ახლა თავს იკავებს ხოლმე საჭმლის კეთებისგან, მაგრამ ბევრი საქმე აქვს და ამიტომ სხვა რაღაცეებისთვის უფრო იცის, მაგრამ ძალიან კარგი მზარეულია. მეც გამომდის რაღაცეები, მაგრამ ძირითადში ვაკეთებ იმიტომ რომ ვერთობი. ვერთობი რა ვისვენე. შენ თიშები? საჭმელი. რამის გამეთ ითიშები, რითი ისვენე. აი რო აღარ ფიქრობ რაღაცა ნიუსებზე რამე ხო არ მოხდა აი რავი ყველაფერი არა მე დარწმუნებული პოლიტიკისგან რამეთის გამის ბოლო პერიოდი ვერ ვითიშები მაგრამ ალბათ გავითიშები რაღაცა დროს კინოთეატრში მაგალითად წლები არ ყოფილა
აი კინოში, კინოთეატრში. მე მიყვარს კინოში. არა, მიყვარდა, მაგრამ რატო იცი გონია რომ საათ ნახევარი უბრალოდ ვერ გავჩერდები. ძალიან შურს ადამიანების ვისაც პატივიცემა მათ, ვისაც შეუძლია, ანუ გაძლოს მაგალითად აი ოპერის თეატრში საათ ნახევარი. ერთხელ გრიგოლ ვაშაძე იყო ჩვენთან და დაგვირიგა ბილეთები, ნინო ანანიაშვილი, ნუ წარმოდგენა ჰქონდა ოპერის თეატრში და წავიდა ნახევარი პოლიტიკური სპექტაკლი. ნუ ჩემი შესაძლებლობები შევაფასე და მივხვდი რომ უხერხო მდგომარეობაში არც დამპატიჟებელი უნდა ჩამეგდო და არც საკუთარი თავი. ნუ დაავიჯერ რომ შეიძლება სადღაც 45 წუთზე არანორმალური რაღაცა ქმედება, გიჟივი წამოხტარიყავი და ხო, ანუ აი ეს არ ვერ კონცენტრირდები სხვა საქმეზე, გარდა იმისა, რასაც მე ვაკეთებ. მაგ ორი პონტი, ერთი დილაობით ჯიმში, ყურსასმენები და რამე ლექციის ჩართვა ან მუსიკა და მაგდოს ვითიშები ბოლომდე. ან საღამოს ნატასთან ერთად შევა სერიალს უყურო დაძინებამდე ერთ სერიალებს მეც მიყვარს. სერიალებზე მეც. ანუ იგორი რაღაცა მაქვს, როცა იმენა ვეთიშები ყველაფერს და სხვაგანა ვარ რა. რას უსმენთ? ეგეც მაინტერესებს. აი რომ აღო რას უსმენთ იმ პოჭიკა ეხა რას ეხა მე ფულებს უსმენ. არა. ზოგადად. მე მაგალითად ჩემ როვაჩენდი ნატალიკოს გოგოს მეორეს ჩემსას რა. მთელ საავადმყოფოში მქონდა ჩართული ჰაიდენის მუსიკა. ოღონდ აი ეს ვითხოვე ეს არა თუ შეიძლება მეთქი, იმიტომ რომ ეს ჰაიდენის მუსიკა იმ ხელა ციცოცხლის ენერგია მოქონდა ძალიან. მშობიარობა ხო რა არის უდიდესი ტკივილი და უდიდესი სიხარული, ხო? იმიტომ რომ შენ უნდა გითხრა. ხო, ხო და ეგამდე აი ეს ჰაიდენი აძლიერებდა აი ამ სიცოცხლის ენერგიის განცდას. რაიმე გამჭვირვალე. ეგ სპეციფიური მდგომარეობა მაინც, მაგრამ ზოგადად შენი მუსიკა რა არის, აი რომელიც ჩემი მუსიკა არის ძალიან ჭრელი, ანუ ერთი არის კლასიკას შემილია უსმინო, განწყობას გააჩნია, აი გავყევარ სხვაგანავა რა, იმიტომ აი კლასიკას შევა და რაღაც ჰარმონიულ მდგომარეობას მოვიპოვებ კლასიკის დროს. ჯაზი როცა შეყვარებული ვარ. მართლა? ხო, იმიტომ რომ აი ჯაზი ხო რა არის, იმპროვიზაციაა რა, ემოცია, დარბის ემოცია, პეპლები დაფრინავენ და რაღაც. ამ აღარ უსმენ ჯაზს. რატო არ უსმენ? უსმენ. ანუ რა თქმა უნდა. ეს შეყვარებულია. კარგი შეკითხვა იყო, მაგრამ საინტერესო პასუხის პროვოცირება მოხდა. რა თქმა უნდა. ძალიან მიყვარს ჯანსუღ კახიძე. და ჯანსუღ კახიძე. ჯანოს სიმღერები. რომელი განსაკუთრებით? ნუ ოღონდ ჩვენთან მამყოფინა, მოვა მაისი. ჩემი მუსიკა არის ბიტლსი. ყველა პირველ რიგში მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი კომპოზიტორი არის მაკარტნი. მართლა, იმიტომ რომ მე-20 საუკუნის ძალიან დიდი კომპოზიტორი მე მგონია რომ ყოლია. ბობ დილანზე დგას ბიტლსიც. ბობ დილანმა იქ დაიწყო. ბიტლსმა შექმნა იდეალური, მაგრამ ბობ დილანმა ქნა ის, რასაც წერენ მერე სხვები. ხო, მე ეგრე არ ვფიქრობ. დიმა ბილანი. ბობ მარლი არ გიყვარს? ძალიან. ბობ მარლი ჩემ ბავშვობის თინეიჯერობის მუსიკა და ძალიან მიყვარს, მაგრამ ბიტლსი არის ის, რასაც ვერავინ ვერასდროს ვერ გადააჭარბა ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე მომწონებია მას მერე, მაგრამ მართლა მგონია, რომ ყველაზე დიდი კომპოზიტორი მე-20 საუკუნის, ნუ ყოველ შემთხვევაში მეორე ნახევრის არის პოლ მაკარტნი ერთმნიშვნელოვნად. მაგრამ ნუ სხვა რა ბევრ რამეს უსმენს სხვას, მაგრამ დაუსრულებლად მუდმივად ტრენდული, მუდმივად განმეორებადი სიყვარული ჩემი მუსიკაში, ნუ როკში და პოპულარულ მუსიკაში გულისხმობ, არის ბიტლსი. კომპოზიტორებს რაც შეეხება, ნუ ჩემთვის მუსიკაში არსებობს მოცარტი და ყველა დანარჩენი. შენ რას უსმენ? მე დილანის მევასება, ბიტლსის მევასება, თუმცა ბიტლებში ჰარისონის დაწერილი სიმღერები უფრო მევასება. მე სხვათა შორის. Harrison-ი არის Gently-ს გონია რომ არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა. მაგრამ ჩემი მუსიკა არის მაინც Led Zeppelin და Pink Floyd. ანუ ყველაფერს უსმენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეგ მაგიტო გეკითხებოდი შენს რა ის შენი რა არის? ყველაფერს უსმენ, მაგრამ რაღაც მომენტში ყოველთვის მაინც ბრუნდები, ისევ მივდივარ მან. მე აქციების მუსიკა მიყვარს. ამ მუსიკაში არის შენი ემოციური კავშირი კონკრეტულ მომენტთან. ეგეც არის რა. Bedford Falls-ი არის ძალიან კარგი მუსიკა. ეგეც დაახარისხებია.
მერაბ სეფაშვილი. შენი საყვარელი მერაბ სეფაშვილი. სეფაშვილი. რამდენიმე სიმღერაა, მართლა ენერგიას გაძლევს. მე მგონი ქართული სიმღერის თანამედროვე ყველა მე ვინც არის ორი, ნიაზი და ირაკლი ჩარკვიანი. ირაკლი ჩარკვიანმა რაც შექმნა, ირაკლი ჩარკვიანი კლასიკა. სინამდვილეში. მე ამას დაშენდა ბევრი კარგი შემსრულებელი, მაგრამ მაგან ნუ ირაკლის მასშტაბს ჯერ არა. ხო, მაგრამ ამდენი კარგი ქართული სიმღერა ბოლოს ერთად არ ყოფილა. მე გავაზრე მაგარი ჯგუფი ცოტნეს მამამ გააზრო უბრალოდ და ჩემნითხა გორის ჯგუფი არის 90-იანების მეტალ ჯგუფი არის ქვია რკინის რაინდი просто უნდა მოусმინო წარმოდგენა არ პირველად ეს აუ ძალიან გორის როკზე არ ფუთაისური როკი არის აი რაღაცით Deep Purple გავს ეთყობა რაღაც იმას უსმენდნენ და იქიდან მაგრამ ნუ მინიმუმ 1-2-3 სიმღერა აქვს საბჭოთა კავშირის დანგრევაზე ისეთი კარგი რომ ვაუ რა საინტერესოა რა ქვია რკინის რაინდი იმაზე YouTube-ზე აკრიფე და ნახობის პროექტი მიხვდები რომლებია Spotify-ზე არ ვიცი საბჭოთა კავშირის დროს რას უსმენდი საბჭოთა კავშირის უსმენდი სკორპიონი რაც იყო შემოსული იყო აბა სკორპიონი სკორპიონი მერე შემოვიდა საბჭოთა კავშირი იყო ჯოდასენი იყო კუტონიო იყო ეგ იყო მუსიკები რომლებიც აი საბჭოთა კავშირში იყო პოპულარული მართლა იტალიური მუსიკა არსადრო არ იყო კი ანუ იმას გაჩვენებდნენ კაცო წელი ველოდებოდით რა ერქვა იმას იტალიური კონკურსი იტიებორი ჯგუფი, მაგრამ კონკურსი რო იყო, ყოველ წელს რო იყო. სანრემო ველოდებოდით რომ აი სანრემო გაიჩნდა და ვიღაცებს უსმენდით ხოლმე. მერე დაიწყო ნელ-ნელა შემოსვლა ყოველთვის ჩემთვის რა, 80-იანების დასაწყისში შუაში უკვე დაიწყო ჩემი სკოლა 55 გვერდზე მიწისქვეშაში მიდიოდი, კასეტას დაუტოვებდი, TDK ან ბასვის კასეტა იყო და გიწერდნენ რაღაც 2 ლარს აძლევდი, 2 ლარი ღირდა და ორი როგორც გივსედი, გეკითხავდნენ ერთი გვერდი რითი გაგივსვა, მეორე გვერდი რითი და ან რაღაც ალბომში აგიწერდნენ, მახსოვს ან collection დაგიწერდნენ. და საბჭოთა ესტრადის კონცერტზე რომ იყოფილი არ ხარ? ივერია, ორერა. არა, მე არა. მე ალაპუჩოზე მე ვარ თბილისში ანჟელიკა ვარუმისა და ლეონიდ აგუტინის კონცერტზე. ახალი იყო ნიკა. არის, არა 94 წელი იყო თუ რაღაცა. რა ქონა დალეო. ბავშვი, არა ბავშვი იყო ფილარმონიაში იყო მახსოვს. სადმე რამე თამარზე ხართ ნამყოფი საქართველოს გარეთ ფეხბურთის? კი, მე ვარ. ვის თამარზე ხარ ნამყოფი? არსენალის. მართლა? ეხლა არსენალის გულშემატკივარი ვარ. არსენ, ხო, ეხლაც ვარ მე. ჩელსი არსენალი გაიჩნდა სტანფორდ ბრიჯზე არის თამაში და აქედან ონლაინ ბილეთები არ არის რომ შევედი გაყიდული იყო რა სანამ ჩავიდოდი რა. სულ მქონდა 310 ფუნტი მქონდა რა ჯამში რა. და დილით ავდექ ბილეთი არ მაქვს, მეთქი იქნებ ვიღაცის ბილეთი გავაზრო თქო და დილით ავდექი წაადრე წავედი რომ პირველ საათზეა თამაში მეტროში გადავჯექი მეორე ვაგონში და როგორც კი გადავჯექი ყველა ჩელსის გულშემატკივარი მაგარი მთრალები ღერიან და ერთი ამბავი და მე ამას არსენალის ფანი ვარ რა და ხმას არ ვიღებ ჩემთვის მივედი და არც ვიცი და ბილეთი სად უნდა იყიდო ხა რა პირველად დავარ ჩასული რა და ესკალატორით ამოვდივარ მეტროდან და მაგას ფიქრობ რომ ხა სად შეიძლება ბილეთი ვიჩალიჩო რა და ვიღაც ტიპი დგას ეს ხო ამოდის მეორე ჩემ და შუაში დგას და ყვირის იმენა მთელი ხმით რომ ვინმეს ბილეთი ხო არა გაქვს ბილეთი ხო არა გაქვს რაღაცა და რო ამოვედი დაუდექი გვერდზე და მეთქი მეც ბილეთს ვაძლევს მეთქი და ვინმე თუ გამოჩნდა და ორი ექნება ერთს მე ვიყიდი მეთქი რა მე მაქვს ორი ბილეთიო ერთი ბილეთი მაქვს მეორე იარუსზეო 120 ფუნტად მოგცემ ამდას ონლაინ ბილეთი ღირდა 59 ფუნტი просто არ იყო რა და მეორე მაქვს მაგარ ადგილასო ძალიანო იმენა მოედანზე იჯდებიო უნდა 250 ფუნტი ღირსო სულ მაქვს 310 და ხვალ და ზეგ მოფრინავ რა ხო და მე ბაზარე ერთხელ ვარ მეთქი და აი მეთქი ბაიტა ეგ მეორე ბილეთი მეთქი და ვიყიდე 250 ფუნტი მაგ გადახტილი რა ხო და ეს რაღაცები არსენალის რაღაცები ვიყიდე ჩემს სადაც მივდივარ ჩემი ძმისთვის ჩამომაქ ჩემი ძმა ხო მანიაკია შარფი ჩამომაქ რაღაც კლუბის რა რომელ ქალაქშიც ვარ იმ ფეხბურთის კლუბის რაღაცა და კოლექცია შევაგროვებინა და აქაც არსენალის შარფი და კლუბი დავითრე ოღონდ ეს ტიპები ჩელსის ფანები არიან გაგლეჯილი მთრალები ყველა რა დადი რაღაცა აი ამ ხელა კისრებით ყველა ყოფილი რეგბისტიან ფეხბურთელია და პირველად ვარ ეგეთ გარემოში და შავი პარკი ვიყიდე და გავახვიე შარფი და ქუდი რომ ჯამოვიდე რომ მეთქი არ დავიწვარო არსენალის ფანი ვარ რა და მივედი ვიღაცა ყვითელი ჟილეტი აცე გოგოს და ბილეთს ვაზრდა საიდან შევიდე მეთქი აქ მეთქი რაც ხალხ შესასვლელი აქვს და ამ გოგომ დაახიდა ბილეთს და მეუბნება რომ ესო სტუმარი გუნდის ის არის, ანუ არსენალის გულშემატკივრის ბილეთიაო რა. ბიჭო ამ პარკს უყურებ მეთქი სადმე ხო არ ჩანსო არსენალი და შენ როგორ გახარო და მეთქი არის ეს ბილეთი აქ ვიყიდე მეთქი საიდან. იქიდან შედიო და შევედი და ერთი სამკუთხედი იყო მარტო არსენალის გულშემატკივრის და იმ სამკუთხედში ვიჯექი მეოთხე რიგში, ანუ მართლა მოედანზე ვიჯექი.
2004-ში გახდა არსენალი. რა ქნა არსენალმა მაგ თამაში? აუ, თამაში იყო, ჯერ ხო იქ როგორ შედიხარ, იცი, ლუდი იყიდება, შესაძლოა შიგნ ვერ შეიტან. ამხელა რაღაცა სათლები უჭირავთ რა. ესე შეუშვარ, ერთს გაივსება, შეუშვებს, მეორე გავიშვება და სანამ მოედანზე შეხوار, რკინის რაღაც ეგეთი ტრიალებს რა. იმ რკინასთან მიდიან ესე და ესე ბუხბუხით ერთს ძალევენ, მეორეს დალევენ და მკერდით ეჯახებიან ამ რკინას დაატრიან და შედიან სტადიონზე და იწყებენ ეგრევე დებისგინებას მოწინააღმდეგე გუნდის და ეს სამკუთხედი ხო ვიჯექი და მეოთხე რიგა ქვემოთ წვრილია მეოთხე რიგში შევზიხარ რომ აქეთ ერთი სამი კაცი მის აქეთაც ერთი სამი კაცი მის იქით უკვე სულ ჩელსია სულ ურჯია ყველაფერი რა და ეს ხალხი ეს სამკუთხედით განან და აგინებენ აქეთაც აგინებენ იქითაც აგინებენ და კაჭო აქეთ გავიხედო მაგინებენ იქით გავიხედო მაგინებენ ზევიდან გადმომდგარები არიან მეორე იარუსი და გაგინებენ და კაჭო პირველი ტაიმი ვიჯექი ხმა რა მომიღია ვაფშე სიგლიაში გქონდა ამოდებული და აი ველოდებოდი მეთქი ეხა დავცხებენ მე მივხვდი რომ აზრი არ აქვს არ გირტყავენ პროსტა იგინებია რა მე რა კუდის დავიხურე ისე და დავიწყე მეც გინება და პირველი გოლი გაიტანა ჩელსი გოლი გაგვიტანეს ეს სექტორი სადაც მე ვიჯექი დადუმდა აი მოუკვდნენ დადუმდნენ ეთქობა ეგეც მიღებული ამბავია რომ გოლს გიტანენ კდები რა და მთელი სტადიონი თავის აბრამოვიჩიანა აბრამოვიჩი იჯდა რაღაც რუსული უშანკით აქ ვარსკვლავი ეკეთეს საბჭოთა მთელი სტადიონი გვაგინებდა და ჩვენ ვითმენდით რა მერე ვიერამ გაიტანა ერთ-ერთი გავხადეთ და მთელი სტადიონი გაჩვენებული იყო და ამ 300 მაგასთან დაიმხო იმენა სტადიონი თავზე და მერე მეორე გოლი გავიტანეთ და იმან გაგვაცილა რა ცხენებიანი პოლიცია მოვიგეთ გასვლაზე მოვიგეთ 2-1 და ცხენების კორდონში ჩაგვაყენეს იმიტომ ესენი არ ჩუმდებოდნენ და ცხენების კორდონით გავიყვანეს მეტრომდე მიგვაცილეს ჩაქვსეს და გამოგვიშვეს რა ბავშვობა კარგი მქონდა და ეს არ უკავშირდება საბჭოთა კავშირს საერთოდ, იმიტომ რომ ჩემ ბავშვობაში საბჭოთა რაც იყო, ისიც ამომიძირკვეს, რა იყო საბჭოთა კეთყვი. მაგალითად, გულშემატკივრობდი კალათბურთის ნაკრებს საბჭოთა კავშირში. ხა მაშინ არ მესმოდა, ხა მამა ჩემი დისიდენტი იყო, ამისთვის იჯდა, ასე შემდეგ მე რაღაცები მოხდა, არც ის არ ვიცოდი რომ დისიდენტი იყო, არც ის რომ იჯდა, ხა 8-9 წლის ვიყავი, რა ვიცი, როგორ უნდა გამეგო და ვუყურებდი მახსოვს, არ ვიცი სხვა შორის, შეიძლება მეტის ვიყავი და არა 8-9 წლის საბერძნეთი საბჭოთა კავშირის ფინალი იყო კალათბურთში. და იყო ორი დამატებითი ტაიმი და ნიკას გალისი გამოჩნდა მაშინ რა, აი ძალიან მაგარი და სუსამფულიანებით აი მაინც მოუგეს სსრგ-ს. ბერძნებმა და დიდი ამბავი იყო მაშინ რა, ესეთი უცნაური მოვლენა იყო და მეორე ეგეთი შემთხვევა იყო, გახსოვს ბელგია საბჭოთა კავშირი იყო, თუ არ ვიცი მერვე თუ მეოთხე ფინალი 86 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი მსოფლიო ჩემპიონატია ფეხბურთის, რომელსაც ვუყურე 10-ის ვიყავი და ხო და სულ იყო იმაზე რომ საჯმა დაჩაგრა თუ რაღაცა ეგეთი და ორივეჯერ მქონდა აი ვიტირე. მართლა როგორც ბავშვმა და მამა ჩემმა მითხრა რომ შენ რატო ტირი ხარ? მე ვთქვა ეს აბსოლუტ. შენ რა რუსებს გულშემატკივრა? რუსებს რას ნიშნავს მე ვთქვა რა ჩვენ გუნდს ხო? კიდე ერთხელ იტყვი რომ ეს არის ჩვენი გუნდი და მაგათკენ იქნებიო მითხრა. არასდროს არ გაგცემთ მას. ქართველები თამაშობენ ხო შიგნით? საბჭოთა კავშირის ნაკრებში მაშინ არა. არა? შივაძე იყო კაპიტანი, თუ არ ვიცი მეტი არავინ. ბევრს არ აქვს დანახული რა უპირატესობა აქვს კოალიციურ მთავრობას. კოალიცია არ ყოფილა ამ ქვეყანაში. ხო გულწრფელები ვიყოთ, არ ყოფილა. დაჯგუფებები ყოფილა, კოალიცია არა. მომწონს ეს, რომ მე ვხედავ, ანუ მე თვითონაც ვსწავლობ და ხალხსაც ვაჩვენებ რა არის კოალიციურობა. ერთ-ერთი რაც თავიდანვე თვალსაჩინო იყო ის, რომ რაღაცნაირად მე რაც დავინახე ის იყო, რომ რაღაც ახლა განსხვავებული ტიპები ვართ ყველა რა და პირველი რაც მოხდა თვალში არის ის, რომ რავი, რაღაცა ძლიერი მხარეები რაც არის იმაზე რომ გააკეთოს თითოეულ აქცენტი უკეთესია ჯამში იმისთვის. როგორც კი ოთხნევს ხდებით და მთელი გუნდებით, ხო? უცებ იმედენად განსხვავებული პერსპექტივა შეიძლება დავინახო მე თვითონ. ეს ზურასთან მქონდა პირველად განსა რომ გავერთიანდით. საკმაოდ განსხვავებულები ვართ ტემპერამენტით, სხვადასხვა რაღაცეები, ხო? უცებ დავინახე რომ ვა, მე რომ მეგონა რომ ესე ნახე ზურას კუთხე რა საინტერესოა. და ეს პლუს როცა ხდება 4 და პლუს 4 გუნდი ანუ სულ სხვა რაღაცა იქმნება. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება გამოგყვავს რა, ანუ ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რა, ყველასი დაკმაყოფილდა ცოტა და ამიტომ ეს რაღაცა დავდეთ საშუალო გაწონასწორებული გადაწყვეტილება კი არა. სწორი გადაწყვეტილება გამოგყვავს. უფრო სწორამდე მიდიხარ ყველა შემთხვევაში ხარ. უკვე მაგ შეგრძნების დონეზე
რო ვიცი რომ 28 ოქტომბრიდან ბრიუსელში შეგიძლია ჩახვიდე და ილაპარაკო იმაზე კი არა რა არ გააკეთე, რა გინდა რომ გააკეთო ქვეყნისთვის. ეს განცდა გვაქვს დაკარგული. ღია არის კარი და აი რაღაცნაირად უნდა შეესიო, რომ ავაშენოთ, შევქმნათ, ესე გავაკეთოთ. დიდი შანსია თან და ვზნობთ, ხო, ყველა გვილაპარაკია. ხელოვნურად არის დიდი ნაწილი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებული. არა, სიამოვნებაში არ ძულთ რა ერთმანეთი. აი სოციალურ განხეთქილ ქართული ოცნების ხელი ამბავი განზრახა. ყველა ავტორიტარის ამბავი პოლიტიკური პოლარიზაცია კი არ არის. საზოგადოებაში შიგნით პოლარიზაცია. რაც კდეს ზვიადის დროს მაგალითად რუსებმა. საბჭოთა და მანამდე რუსეთის იმპერიის შეულებრივ სტანდარტული მართვის სტილები, როცა საზოგადოებაში შიგნით შენხლები და სიტყვაზე მართლმადიდებლებს ეუნები, რომ მუსლიმები არიან შენთვის საფრთხე და მე ვარ, ვინც შენ გიცავს და ქმნი ილუზიას, რომ ვითომ იცავ და მუსლიმებს ეუნები შენ ახლა ცოტა ხართ რა და აი მართლმადიდებლები შევა თქვენ წოდ მოდი ამიტომ მე ჩავერევი და მე დაგიცავ თქვენ და მე ვარ თქვენი საყრდენი და შუაში შეიძლება გამშვიდობა. ესე შეიძლება საზოგადოება დაყო მილიონნაერად. სამშვიდობოს ამას აკეთებდა KGB და დღევანდელ საქართველოში და წინა წლებში ამას აკეთებს სუსი. მე მინდა რომ ევროპაში რო შევად მამა ჩემთან მივიდა, ჩავეხოთო და უთხრა რომ აი შენ ხო თავის პრების აქტს მოაწერე ხელი დამოუკიდებლობის. აგერ ჩემთან ეს. აი ესე ხედავ რა, მა ევროპაში შევედი.